სამსახურები არ არის. ხალხში ფული არ მოძრაობს. გაჩერებულია ყველაფერი. ამის გამო გამოდის ისე რომ ადამიანი ვერ ყიდულობს ნაწილს, რომელიც ჭირდება. ურჩევნია ის 10 ლარი ექნება თუ 5 ლარი ექნება, ოჯახში საჭმელად მეიდანოს ვიდრე მანქანაში ეკეთოს. ადამიანი, რომელსაც არ აქვს სამსახური, რომელსაც ხელფასი არ აქვს, ხო ის ვერ ყიდულობს. დაისახება ყველაზე ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს და აბსოლუტურად სულ ყველაზე. თუნდაც თქვენზე და თუნდაც სულ ყველაზე ხელფასი ვერ გადაგიხდიან, ვერ იყიდი ვერაფერს. საკვები პროდუქტი იქნება თუ მანქანის ნაწილი იქნება, აი ეგ არის რა. ამ წუთისთვის გაჩერებულია ყველაფერი ერთი. როგორ გითხრა ხა ხალხი ძალიან ძნელად შემოდის, არ იყიდება ისე როგორც იყიდებოდა თქვა წინა წლებში. და რავი მოაკლა ბევრად მუშაობას რა და რავი ესე თუ გაგზავნა ძალიან რთული იქნება ვთქვათ რომ იმუშაოს. მე დავუშვათ 15 წელი ვარ ამ სისტემაში. ადრე მქონდა აზრი, აქ მანქანებს ახლა უკვე აზრი არ აქვს, რესურსი ამოწურულია, ეგეც ჩვენი უკვე დიდი მინუსი. წინა წლებთან იყო მუშაობა, შედარებით იყო მუშაობა, მაგრამ აღასაც გავღნიშნავ, რაც ოცნება შემოვიდა. კარგით. ძალიან დაიწე. იმიტომ კი არა რომ იმიტომ რომ ეგრეა მართლა. აი ერთი წელია ძალიან გაგვიჭირდა რა.